არის სურვილი ჩემთან საუბარი და მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ყავს ადვოკატი, ანუ ღირსების შემლახველი მოპყრობა არის უკვე. ანუ მე მყავს ჩემი ადვოკატი, რომლის გარდა არავინ არ მინდა რომ იცავდეს, მეც მოვიხო აცილებას. ამჭირდება არავინ სულდნობას უცხადებ მხოლოდ ჩემ მიერ ჩამოთვლილ 4 ადვოკატს. დავამატებ საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დეტალს მე უცხო სახაზინო წესით იძულებით დანიშნულ ადვოკატთან ვერ შევეთანხმებ. იძულების წესით ადვოკატის დანიშნვა ჩემთვის და მასთან სამომავლოდ შეხვედრა არ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემ უფლებებს. ბატონო მოსახერხებლო, პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს ქალბატონი ადვოკატის მიმართ. არც მის კომპეტენციას ვაყენებ არავითარ შემთხვევაში ეჭქვეშ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო აღარ დავიწყო ჩამოთვლას. ბატონი კომარის უშუალოდ ჩემი უფლებების პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ჩემი უფლებები ირღვევა, ამით ვფიქრობ და არ მინდა რომ სხვა ადვოკატებმა დამიცვა. ასევე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გამოჩნია ადამიანთან, უბრალოდ დობას ვერ გამოვუცხადებ ამ ადამიანებს. დობას შემიძლია გამოვუცხადო მხოლოდ ჩემს უფლებადამცველს, აქედან მომდინარე არ შევხვდი ამ ადამიანებს, უბრალოდ იმ მიზეზის და გამო რომ არ სურს ამ ადამიანთან თანამშრომლობა ამ საქმის ფარგლებში. მე აცილებას მოვითხოვ, დიდი პატივისცემით ბატონდალის აცილებას მოვითხოვ და ჩემი კულტურით დაიწყეს ირაკლი ჩამოხატა. მეც აცილებას მოვითხოვ. რა თქმა უნდა, ვეთანხმები დაკავებულებს მინიმუმ ბრალდებულთან კომუნიკაციაც კი არ შედგა. შესაბამისად, ორი მათგანი საერთოდ დობასაც კი არ მიცხადებს, ოთახშიც კი არ ამოვიდა შეხვედრის ოთახში, რაც პრაქტიკულად იმის დამადასტურებელია, რომ ორი ადამიანი ფიზიკურადაც არ ამოვიდა ჩემთან შეხვედრაზე და ორთან ფიზიკური კომუნიკაცია მოახერხეთ, თუმცა არის სურვილი ჩემთან საუბარი და საქმის დეტალებზე საუბარი. აქ ნათელია ყველაფერი. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. კონსტიტუციის სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ ამ მიზნით არსებობს, რომ ჩვენ დაცვის ეფექტურობა განვახორციელოთ, დავიცვათ ბრალდებულის უფლებები და პირიქით ხელი შეუწყოთ მათ უფლების რეალიზებას. ჩვენ თუ აქ დავრჩებით, რომელი უფლების რეალიზებას შეეწყობა ხელი, როდესაც ბრალდებულებს ჩვენთან კომუნიკაცია არ სურთ, ამ კითხვაზე მინდა სასამართლო მიპასუხოს, თუ ჩვენი აცილების შუამდგომლობა არ იქნება დაკმაყოფილებული და არ ჩამოთვლა არც ერთ პუნქტში არ ჩნდება არც ერთი ბრალდებული, რომელსაც მე ვიცავ. იქიდან გამომდინარე, გასაგებია თქვენი პოზიცია. შესაბამისი ადვოკატები და ჯერ გვიცილებს ბრალდებული, იქიდან გამომდინარე, რომ არ სურთ ჩვენ წარმოვადგინოთ მისი ინტერესი და შემდეგ ჯერ ვეთანხმებ და მეც მინდა შესაბამისად ავცირდე, იმიტომ რომ აქ ჩემი უფლებებიც ირღვევა. ანუ ღირსების შემლახველი მოპყრობა არის უკვე, როდესაც ბრალდებული მეუბნება არ მინდიხარ, არ მინდა რომ პროცესზე მოხვიდე, დაეწრო, განიხილო რამე და მე აქ მოსვლა მაინც მიწევს იმის გამო რომ სასამართლომ დაუშვათ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაგის მიხედვით, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე თვითაცილება უკვე ამ მოტივით მაქვს მე აღნიშნული პოზიციას თვითაცილების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო არ დააკმაყოფილებს, შესაბამისად ამასრულებინეთ არ დააკმაყოფილებს, თქვენ ისევე განაგრძობთ ამ საქმეში მონაწილეობას, როგორც შეთანხმებით აყვანილი ადვოკატები.